1099 ამოცანა. რა შემთხვევაშია დაცემის კუთხე გარდატეხის კუთხის ტოლი? ჩავწერებ გარდატეხის კანონი სინუს ალფა სინუს ბეტაზე, ეს არის n2 შეფარდებული n1-თან, სადაც n2 არის მეორე გარემოს გარდატეხის მაჩვენებელი და n1 არის პირველი გარემოს გარდატეხის მაჩვენებელი. მოდით მოვიქცეთ შემდეგნაირად, ესე იგი, ორივე მხარე გავამრავლოთ სინუს ბეტაზე და მივიღებთ სინუს ალფა უდრის n2 შეფარდებული n1-ზე სინუს ბეტა. მოდით ეს გადავიტანოთ მარცხენა მხარეს. მექნება სინუს ალფა მინუს n2 n1-ზე სინუს ბეტა უდრის 0-ს. ახლა ჩვენ გვეუბნებიან, რომ რა შემთხვევაში არის ალფა ბეტა სტოლიო. ესე იგი, თუ ალფა ბეტა სტოლი არის, ესე იგი სინუს ალფა უდრის სინუს ბეტას, ამიტომ შეგვიძლია სინუს ალფა გავიტანოთ ჭრილებს გარეთ, იქნება 1 მინუს n2 შეფარდებული n1-ზე უდრის 0-ს. ახლა ეს ტოლობა შეიძლება ორ შემთხვევაში შესრულდეს, ან სინუს ალფა უდრის 0-ს, ან და 1 მინუს n2 n1-ზე უდრის 0-ს. ესე იგი, სინუს პირველი შემთხვევა, სინუს ალფა უდრის 0-ს, იმ შემთხვევაში თუ ალფა არის 0-ის ტოლი. ესე იგი, სხივი ეცემა მართობულად. მაშინ ალფა გამოდის ბეტას ტოლი. და მეორე შემთხვევა არის ის, როდესაც 1 მინუს n2 n1-ზე უდრის 0-ს. ანუ ეს ნიშნავს, რომ n2 უდრის n1-ს. ესე იგი, ორივე გარემოს ერთნაირი გარდატეხის მაჩვენებელი აქვს. ეს შემთხვევები არის. 1099. სხივი წყლიდან მინაში გადადის, დაცემის კუთხე 35 გრადუსია. ალფა არის 35 გრადუსი. იპოვეთ გარდატეხის კუთხე. სინუს ალფა სინუს ბეტაზე უდრის, ესე იგი, აქ არის მინიდან გადადის, წყლიდან გადადის მინაში. ესე იგი, მეორე გარემო არის n მინა, პირველი გარემო არის წყალი. ახლა აქედან სინუს ბეტა უდრის n წყლისა n მინაზე სინუს ალფა. ანუ ბეტა იქნება arc სინუს n წყლისა n მინაზე სინუს 35 გრადუსი. აი აქედან ვიპოვით. 1091. რა კუთხით უნდა დაეცეს სხივი მინის ზედაპირს, რომ გარდატეხის კუთხე გარდატეხის კუთხე დაცემის კუთხეზე ორჯერ ნაკლები იყოს. ესე იგი, ალფა არის 2 ბეტას ტოლი. მინაზეა ლაპარაკი. ესე იგი, სინუს ალფა სინუს ბეტაზე არის, ესე იგი, n მინის ტოლი. ესე იგი, ალფა არის 2 ბეტას ტოლი. ესე იგი, დავწეროთ სინუს 2 ბეტა სინუს ბეტაზე არის n მინის ტოლი. ახლა გვისარგებლოთ ორმაგი კუთხის ფორმულით. სინუს 2 ბეტა არის 2-ჯერ სინუს ბეტა კოსინუს ბეტაზე შეფარდებული სინუს ბეტაზე უდრის n მინის ტოლი. სინუს ბეტები გაიკვეცება, აქედან კოსინუს ბეტა
გამოვა n მინისა შეფარდებული 2-ზე. ასე რომ ბეტა იქნება arc cosინუს n მინის გაყოფილი 2-ზე, ხოლო ალფა იქნება 2-ჯერ ბეტას ტოლი. 1092. რა კუთხით უნდა დაეცეს სხივი მინას, რომ გარდატეხილი სხივი არეკვლილის მართობი იყოს? დავხატოთ სურათი. ეს არის გარემოს გამყოფი საზღვარი, ეს არის დაცემული სხივი. ასეთივე კუთხით აირეკლება. ესე იგი ეს კუთხეები ტოლი არის, მოდი დავუნიშნოთ ალფათი. ეს არის გარდატეხილი სხივი. ეს არის ბეტა. ესე იგი აი ეს კუთხე გვითხრეს რომ არის 90 გრადუსი. თუ ეს 90 არის, ნახეთ აი ეს გაშლილი კუთხე, აი აქედან აქამდე. ეს 180 არის, ამიტომ აქედან გამომდინარე ალფა პლუს ბეტა გამოდის 90 გრადუსის ტოლი. ანუ ბეტა არის 90 გრადუს მინუს ალფა. დავწეროთ გარდატეხის კანონი სინუს ალფა სინუს ბეტაზე არის, ესე იგი n მინა მგონი, ხო აქ? მინა, ხო? ანუ ეს დავწეროთ ესეთნაირად სინუს ალფა სინუს 90 გრადუს მინუს ალფა არის n მინის. სინუს 90 გრადუს მინუს ალფა ეს არის კოსინუს ალფა. ამიტომ სინუს ალფა კოსინუს ალფაზე არის n მინის ტოლი. ანუ ტანგენს ალფა არის n მინა და ალფა არის arc ტანგენს n მინის ტოლი. ეს არის პასუხი.